რატომ არის ამ რაოდენობით ფემიციდი ჩვენს ქვეყანაში და რატომ აღარ დასრულდა ეს სტატისტიკა? რატომ ეშინიათ ქალებს ძალადობის შესახებ საუბარი? რატომ მომრავლდა ასე საშინლად და საზარლად პედოფილია, მათ შორის შიგნით ოჯახებში? რატომ სჭირდება ადამიანებს ქვეყნიდან წასვლა ღირსეული ცხოვრების საძებნელად ან მოხუცები რატომ გვინახავს ძალიან ხშირად ნაგვის ურნებთან რომ რაღაცნაირად გამოიკვებონ და შიმშილით არ მოკოდნენ. რა არის ეს პოლიტიკა, რომლითაც ხელმძღვანელობს ქართული ოცნება და სანაცვლოდ 17 მაისს გვთავაზობს ოჯახის სიწმინდის დღეთ? კარგი, მე ცოტა სვალ გავცემ პასუხს თუ საშუალება არის. პირველი პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ავამტყობ ბავშვების მშობლებს არ აძლევს უფლებას, რომ პლედი ჰქონდეთ და კოგისპირული წვიმის ქვეშ რაღაც თავშესაფარი ჰქონდეთ და ამ ბავშვების მშობლებს ეუბნება, რომ იცი რა, ეს წამალი სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებს უბრალოდ განარასიზამს. როცა მთელი ჩვენი ცხოვრება სიცოცხლეს გახანგრძლივება, ანუ ნებისმიერი ცხოვრება სიკვდილით სრულდება რა. ეგაა და ეგ. ხო, გახანგრძლივება ცხოვრების არსი პრინციპში, მეტი კი არაფერი არაა. ხო, ახლა რა როგორც მოსულ ვართ, ისე წავალთ ამ და როცა ევროპასა და ამერიკაში დამკვიდრდა წამალი, რომელიც 10 ტროლები მიუსიეს, ხარისხიანი სიცოცხლის უფლებას. კი, და ვიეტნამელი ტროლები მიუსიეს ქართულ ბავშვებს და მათ მშობლებს. ახლა ეგეთი ძალისთვის ამე წმინდა არ არსებობს. უბრალოდ რაც ქალბატონმა რუსლანმა თქვა იმას მე ვერ დავეთანხმები და გეტყვით რა ნაწილში. ამ ძალისთვის ისე როგორც პუტინისთვის არ არსებობს არავითარი არც წმინდა სიტყვაზე და არც მემარცხენე, არც მემარჯვენე, ამ არანაირი იდეები და ღირებულებები დიდად არ აქვს რა. ხო ვერ ვიტყვი რომ ესენი დღეს მემარცხენეები არიან, ხვალ მემარჯვენეები, დღეს კლოუნია ზელენსკი, ხვალ კომედიანტია ზელენსკი, დღეს რუსეთი იგებს, ხვალ გამოვა მათ პროპაგანდისტი და შილაფლავს შემოდგავს ან მანჯავიძე შათრიშვილის რო იყო აზრების მიმოცვა, გუშინ გასვენებაში იყავი უკრაინელების და დღეს ლამის მეშინია რომ რუსებს და არაგინან, ხო? არავითარი იდეა მათ არ აქვს, მაგრამ მეორე ხაკ უნდა ითქვას, რომ ზოგადად დასავლეთში ეგრეთ წოდებულმა ვოუკ კულტურამ, რომელიც იყო თავისი გაუქმების კულტურით და ჯოან როულინგი რო დააკენსელეს იმისთვის, რომ უბრალოდ მართლა ობიექტურ რაღაცას იძახდა, ხო? ეგ თემი მართლა არსებობდა და ეს თემები უბრალოდ კარგად გამოიყენეს და კარგად დაიხუეს. მე ვერ ვიტყვი ეგ თემი არ არსებობდა, მართლა ნონსენსამდე არის მისული ეს დასავლური ეგრეთ წოდებული ძალიან რადიკალურად მემარცხენე კულტურა რაღაცა ნონსენსამდე მივიდა რაღაცის მტკიცებაში. აი პირობითად რომ ვთქვათ, იქამდე ვართ მისული, რომ რაღაც სპორტულ შეჯიბრებებში ვინ მონაწილეობს, ვერ გაერკვევი, ხო? სიტყვა, ანუ ეგ იყო, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი დაიხუეს, იმიტომ რომ თავის ხელისუფლება გაეძლიერებინათ და გაემყარებინათ. მეტი ხარ რამე მიზეზი ვერ ვიტყვი, რომ პუტინს რამეში აინტერესებს, ან თავის ოჯახის გარდა რომელიმე სხვა ოჯახი, ან რომელიმე რუსის ცხოვრება და ასე შემდეგ. ხო, ამ ფარისევლობა. ეგა ფარისევლობა, უბრალოდ კარგად იყენებენ ყველაფერს, რაც მოხდათ რა. უბრალოდ ძალიან დიდი ხანი იყენებენ. შვილების დედას არაჩენს და შვილებს არაჩენს და შვილებს მისი გვარი არ აქვს და სახელი არ აქვს და ნუ წარმოუდგენელი აღრევაა. თუ პუტინია ამათი იდეალი, ასეთი აღრეული ცხოვრება. მაგრამ პუტინი წლების განმავლობაში კარგად იყენებს ყველაფერ ეგეთ რაღაცას, რომ მოძლიერდეს რა, ეგაა და ეგ.